უახლოეს მომავალში სოციალურად დაუცველი 20 ოჯახი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში თანამედროვე ტიპის სოციალურ საცხოვრისში იცხოვრებს. ამჟამად შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. პროცესი დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად დაათვალიერა. თამთა ცირამუა მოგიყვებათ. 20-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი სულ მალე ცხოვრებას სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ დროებით სოციალურ საცხოვრისში გააგრძელებს. შენობის რეაბილიტაციის პროცესი, რომელშიც 100-მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქე დაბინავდება, აპრილის თვეში დაიწყო. დღეს პროცესს ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი პირადად გაეცნო. დავათვალიერეთ პროექტი, სადაც 100 მეტი ადამიანი, რომელიც სოციალურად დაუცველია, რომელსაც ახლა თავშესაფარი არ აქვს და ესე ცხოვრობდნენ ათეული წლების განმავლობაში, ახლა მოიპოვებს ჭერს. ეს ადამიანები ასევე ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანში იგრძნობენ, იცხოვრებენ ისე როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, როგორც ნორმალური ადამიანები და ამის გარდა ბინები თქვენ დაათვალიერეთ, რომ კეთდება ფაქტობრივად ევრორემონტით, შიგნით იქნება ის მაქსიმალურად დაკმაყოფილებულები იქნებიან ისინი და ამის გარდა ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი ასე არ გაჩერდეს. აქვე იქნება უფასო სასადილოც, აქვე ვფიქრობთ, რომ სათბურიც გავაკეთოთ, რათა ადამიანები, რომლებიც იცხოვრებენ აქ, მათ შეეძლოთ, რომ თავიანთი ლუკმაპური თვითონვე მოიპოვონ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგი მეშველიანის განცხადებით სოციალურად დაუცველი ოჯახების შერჩევა, რომლებიც სოციალურ საცხოვრისს დაიკავებენ, უკვე დაწყებულია. ოჯახების შენობაში შესახლება კი ობიექტის კეთილმოწყობის დასრულებისთანავე მოხდება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით რეაბილიტაციის პროცესი სექტემბერში დასრულდება. სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციართა მიღების მიზნით უკვე დაწყებულია, დაახლოებით 70-მდე განცხადება უკვე გვაქვს. მუნიციპალიტეტმა სპეციალურად შეიმუშავა განსაზღვრული კრიტერიუმები და შეფასების ქულათა სისტემა, რის საფუძველზეც მოხდება ადამიანების შერჩევა. ეს სისტემა თავისთავად გამორიცხავს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ პროცესი წარიმართება მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმისათვის, რომ ყველაზე გაჭირვებული ადამიანები შეერჩნენ. დაწყებული არის სამუშაოები აპრილის ბოლოდან. დასრულების თარიღი არის 7 სექტემბერი. მიმდინარეობს სამუშაოები ზუსტად გეგმა გრაფიკით, რაც თავარი არის მაღალი ხარისხით. ვინაიდან სპეციალისტები სპეციალურად იყვნენ შერჩეული, ანუ კვალიფიცირებულები, რომლებიც ამართლებენ თავიანთ სახელს. სამომავლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შენობაში საერთო სასადილო ოთახის მოწყობაც იგეგმება.